სამი მნიშვნელოვანი რამეა გასათვალისწინებელი, როდესაც აი ესეთ სამოხალისეო ორგანიზაციად ვიკრიბებით რაღაცა სტიქიური უბედურების ან რაღაცა ნებისმიერი საგაგებო მდგომარეობის დროს. პირველი არის ეს შინაგანი და ემოციური მზაობა. ადამიანი, რომელიც გაიაზრებს, რომ უკვე 2 მეტრა თოვლი კრიტიკული ზღვარია, იქ გააზრებული გაქვს, რომ საკუთარი თავის რისკის ფასიც აღარაფერი აღარ არის, იქ მიდიხარ ადამიანების გადასარჩენა. თუ შინაგანი სიმტკიცე და მზაობა არ გაქვს, არ უნდა გააკეთო ეს პირიქით აზიანებს სამოხალისეო სისტემას. მეორე, სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება. დრო ძალიან ცოტაა და ამისათვის საჭიროა სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და რას ნიშნავს ეს? როდესაც შტაბი ეწყობა, ყველას აქვს რაღაცა რაღაცის გაკეთების სურვილი, მაგრამ პირველი და მთავარი ამოცანა, რაც გადავჭერით გუნდთან ერთად, თქვით ხალხო, ვიზა შეგიძლიათ, ოღონდ თუ არ შეგიძლიათ, ეს უნდა თქვათ. ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება, შეისწავლო ის ადამიანი ძალიან მოკლე დროში, რომ კი ეს ადამიანი აი ამას გაკაჩავს და ჩააბარო. მაგალითად, ფარმაცევტი გოგო მოვიდა უცბად, რომელმაც წამლების საკითხი დაგვიბადა ძალიან მარტივად. და უსაფრთხოების წესები, მესამე, ერთი საკითხი ძალიან მარტივია. ყველა გასვლის წინ ერთი ადამიანი ყავდა, რომელიც აი ამ ყველაფერს აქცევდა ყურადღებას, რომ ესენი სად არის, ისინი სად არის, ეს არ დაგავიწყდეს, ამ დროს აი ესეთი პრობლემა და მოემზადე, უსაფრთხოების საკითხები მარტივად და ძალიან მოკლე პატარ-პატარა თეზისებად უნდა ჩამოყალიბდეს.